კიდევ ერთხელ მოგესალმებით, აჭარა Times იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ და როგორც კადრში ხედავთ, ბათუმის ბულვარში მიმდინარეობს ობიექტების ნგრევის პროცესი. შეგვიძლია, ამიტომ მოვედით ბატონო, შეგვიძლია მოგისმინოთ, გვითხარით თქვენი ობიექტიც დაანგრევა. აი, რასაც ხედავთ, რასაც აქ დაანგრევის ხედავთ, აქ იდგა კაფე-ბარი, რომელიც ფუნქციონირებდა და ყველას ემსახურებოდა პატიოსნურად, ადამიანურად, მეგობრულად, ავიცი, ყველა აი ჯიგრულში რა. რატომ დაანგრიეს? ნებართვა ჰქონდათ შესაბამისი? პარასკევს უნდა მოსულიყვნენ და დღეს აი გამიჩალიჩენ. დღეს აი პარასკევს უნდა მოსულიყვნენ აგენი და სანგრევად და დღეს ნაჩქარობად ყველაფერი დაანგრიენ ალბათ, იმიტომ რომ რაღაც ასე აწყობდათ ალბათ რა. სანებართო დოკუმენტაცია გაგაჩნდა თუ რატომ რა საფუძველი უდევს ამ წლების განმავლობაში ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, გამხადეთ ინდმეც არმე, გამხადეთ გადამხდელი დღეღეს ყველანაირად, მაგრამ არანაირად ვაფშე ყველაფერი მაი გადადენ და აი ასე მოქმედებენ. ჩემი ოფლით ნაწყვეტი, ჩემი შრომით, ჩემი ოჯახის შრომით, ჩემი ხუთსულიანი ოჯახის, რასაც აქამდე ვშრომობდი, აი ნახეთ რა. დანარჩენი გადაიღეთ რა. აღარ შემეკითხოთ მეტი. ანუ ალაგების საშუალებაც არ მოგეცათ? არა, არ მომცენ, ალაგების საშუალება არ მომცენ, დამიგდნენ, დალეცენ და მოუთხნენ. ოდიში უცენზურობისთვის. ვის მიმართავდით რომ ნებართვა გახანგრძლივდეს? ბატონ თამაზაშვილს ბატონ თამაზაშვილს მიმართავდი და არ გაითვალისწინე ვაფერი. ესეც საქართველოში ვცხოვრობ ჩვენ დღეს. აგენი ესენი. თუმცა ამაზე კომპეტენტური მაინც არის ბათუმის მერია. 12 წელი მაგენს ვაძლიე ხმაც, ჩემი რაც თუ შემეძლო მაგენის გვერდში ვიდექი და დღეს ასე გამისწორდნენ. ანუ ქართულმა ოცნებამ სამაგირო ასე გადაგიხადა. ქართულმა ოცნებამ გამიკეთა ეს. ეს გამიკეთა, რასაც ხედავთ ეს გამიკეთა. 13 წლის განმავლობაში გამორჩეულია ქართული ოცნება იმით, რომ ამ მრჩეველს დაპირებებს არ უსულებს და როგორ ენდეთ თქვენ? აგერა, ფაქტი ჯიუტია. მეგობარო, ფაქტი არის ჯიუტი, რომელიც ჩემი დედმამიშვილია, ჩემი დაიკოა, რომლებიც მოდიოდნენ ყავის დასალევად და რაღაც შეკრება ხდებოდა ყოველთვის საზოგადოებრივი ნორმალური ხალხის, მაგრამ ეს არ გაითვალისწინեն ამ ხალხმა დამარბიენ და აგერ დედა მიტირენ. ჟარგონისთვის ბოდიში. ანუ პროდუქციის ალაგებაც ვერ მოახერხეთ. არა, არ მომცენ, მაგის საშუალება აღარ მომცენ. რა პარასკევს უნდა მოსულიყვნენ და დღეს აი ნახეთ. პარასკევს დღეს უნდა მოსულიყვნენ მათი თქმით. რატომ მოხდა ასე ნაჩქარება თქვენ რა ახსნა? რაღაც ასე აწყობდათ ალბათ. ალბათ გაუფრთხილებლად რომ წინააღმდეგობა არ გაგეწიათ. გაუფრთხილებლად და გაფრთხილებები იყო, მაგრამ მეც მქონდა მაგენთან საუბრები, რომ აი, ამდენი წლის განმავლობაში, რაც ჩემი შრომით ვიშრომე, ჰალალ პატიოსნური შრომით, სადმე ალტერნატიული ადგილი მომეცით და ჩემი ხელით დაუშვე და გადავიტან და მოვიდა და აი ნახეთ თქვენ თვითონ ნახეთ რა გააკეთა. ზოგადად ბათუმის ბულვარში მიმდინარე პროცესებს თქვენ რითი ახსნით? ერთის მხრივ ამბობენ, რომ კანონის შესაბამისად ხდება ყველა ობიექტის დანგრევაო. თუმცა თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური არის ეს? მე როგორ ვფიქრობ და მე როგორ ვიფიქრებ, ამ ყველაფერს ვფიქრობ, სატანიზმური ჯგუფი მუშაობს და მეტი არაფერი. როგორც იყო სააკაშვილის პერიოდში, პირდაპირ ვიტყვი, სატანიზმური ჯგუფი, ის გააგზავნეს აგერმა და აი ნახეთ ფაქტი რა. სახში, ოჯახში, სოფელში არ წამაღებინენ ერთი ტრობა კვადრატი, აი ვერანდა და რაღაც გასაკეთებელი მაქვს და ვეხვეწებოდი რომ არ დამინგრიოთ, მე თვითონ დავშლი, მე თვითონ ამ ყველაფერს ავიღებ, ოღონდ დრო მომეცით და მაგის დროს არ მომცენ. ესენი არიან ჩათალახები. ოდიში უცენზურობა, პირდაპირ ეთერში ვართ. პირდაპირ ჩათალახები, ეს ვინც არის აგერ? ხოთ. უცენზურობის გარეშე. არა, ცენზურის და უცენზურობის გარეშე ეს პირდაპირ ვიტყვი, ჩათალახები არიან ეს ყველა. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თქვენ უსმენდით? მე თამაზაშვილთან მინდოდა შეხვედრა. თამაზაშვილი რა კავშირია ბათუმის მერიას ეხება ეს? აგენი იძახიან, რომ თამაზაშვილის შეთანხმებით ხდება ყველაფერი. ესენი ვინ? მუნიციპალური ინსპექცია გეუბნებათ, რომ თამაზაშვილის გადაწყვეტილება შემახვედრა. არ დამახვედრა რა. იყო
მიწერილობები გქონდა ჩვენ, მე და ჩემს შვილს, ვეხვეწებოდით, ვეუბნებოდით, ვემუდარებოდით, რომ მოდი არ დაგვანგრიოთ, ჩვენი ხელით დავშვით, ოღონდ ალტერნატიული ადგილი მოვუვეთ ისე, რომ ჩვენი ხელით შექმნილი ბიზნესი რაღაც გაგვა ფართოვებიაზე საუბარი ზედმეტია, გაგვაგზელებინეთ. ანუ მუნიციპალურმა ინსპექციამ თქვა, რომ ეს არის სულხან თამაზაშვილის გადაწყვეტილება. კი ბატონო, პირდაპირ. ხო, მაგრამ ეს თვითმმართველობის საკითხებში ჩარევა არის, ის საჭირო თავრობის თავმჯდომარეა და ზუსტად მე მინდოდა ზუსტად სულხან თამაზაშვილთან შეხვედრა რა, პირადად მე და ჩემ შვილებს რა ერთად, მაგრამ დრო არ დაგვითვლენ მაგისთვის. ასე მოიქცნენ აი, დამანგრიენ და მთელი 10 წლის განმავლობაში მე რასაც ვიშრომე, ყველაფერი ერთ დღეზე გამენადგურენ. ზარალი რამდენი? ესენი არიან ძალიან მაგარი აი სატანიზმის ჯგუფი რა. ზარალის ოდენობა. ზარალს 9 მილიონი გადაიხადონ და დათვალონ თვითონ მათ. კინაღამ კი არა, ზედ მიწეული 9 მილიონის ქონება გამენადგურენ 10 წლის განმავლობაში მე რაც ვიშრომ. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, თქვენ უსმენდით ერთ-ერთი მე მჯერა რომ თქვენ ამ ყველაფერს ისევ ბატონ თამაზაშვილს პირდაპირ ეთერში არის ეს და დიდი ალბათობით გისმენთ. მოვიდეს და პასუხი გამწეს. აი მოდი გადაიღეთ. აი გადაიღეთ. ეს და რეპრესია ქვია მას. ხედავთ რომ აყრილი არის პროდუქცია ღია სივრცეში. ეს რა საქციელია. ეს რა არის? ეს რა შესაბამისია? თავად გადაყარეს ასე ძირს. აბა მე ჩემი ხელით გადავყრდი მეგობარო. ხო, თქვენ კადრში ხედავთ პროდუქცია ძირს ყრია არ და მაინტერესებს უკვე არავინ. მაინტერესებს ერთი რამე სიმართლე. და ამას თუ მე 12 წლის განმავლობაში მაგას ხმას ვაძლევდი, ჩემი ოჯახიც და გარშემო დაჟე ჩემი საახლობლო, მე მქონდა კოორდინატორიც ვიყავი მაგ პერიოდებში და მაგას ვაძლევდი ხმა ამის გამო. შეიძლება ეს რო გაიკეთებინათ. ესენი უძდელები არიან. ესენი ასე ექცევა ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს. ამათ ბოდიში მაპატიეს ჟარგონისთვის, ამათი დედაც მოვთხარ. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ პირდაპირ ეთერში ვარ, ძალიან გთხოვთ. თამაზაშვილს გთხოვთ პირდაპირ ეთერში ვარ. დამელაპარაკოს, მივედი და არ დამელაპარაკო. ჩემი აი ბექა. რატომ ექცევა თქვენი აზრით ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს ასე? ვერ გამიგია, ძმაო. აგერა არავის არაფერს არ უშნე და შეხედეთ რა დღეში ჩამაგდნენ. მე დღეს შეიძლებაც რომ თავი არ მომეთოკა, შეიძლება გასვენებაში მოსულიყავით თქვენ ყველა თქვენთაგანი. შეიძლება დაჟე ყველა თქვენთაგანი ჩემს გასვენებაში მოსულიყავით, მაგრამ არა მე მაინც გადაულახე და მინდა გადაულახო რა. გასაგებია, თქვენ უსმენდით აქ შეკრებილ ადამიანებს, მეწარმეებს, რომელებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ აქ ამ ტერიტორიაზე, საუბარი არის ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარში და თქვენ კადრში ხედავთ მეწარმეს ძირს დაუყარეს საკმაოდ ძვირად ღირებული სასმელები, პროდუქცია. ასეთი რეპრესიების დროს არ ხდებოდა ასეთი რა. გასაგებია, კი, ასეთი არის ვითარება ახლა ამ ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ აქ მუშაობდა მძიმე ტექნიკა. როგორ შეიძლება ახსნათ ქალბატონო თქვენ ეს ქმედება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან? აქ იყო ის ობიექტი, ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც მძიმე ტექნიკით დაანგრიეს და ეს არ არის ერთადერთი ობიექტი ბათუმის ბულვარში, რომლის დემონტაჟიც მოხდა, თქვენ ხედავთ ახლა ამ მდგომარეობაში არის ეს ტერიტორია ფაქტობრივად ადამიანები გადაადგილდებიან, ბულვარში მოძრაობენ, არის ასეთი სიტუაცია, მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის სამშენებლო პროცესი, არ არის შემოსაზღვრული სპეციალური ლენტით და ხედავთ რომ ბავშვები, მოზრდები მოძრაობენ ნანგრევებში, აქ ყრია როგორც რკინის კონსტრუქციები, ასევე ხის ფიცრები და შესაძლოა ვინმე დაშავდეს. თუმცა დაშავების გარეშეც, როგორც წესი, კანონის შესაბამისად სამშენებლო ობიექტი, ტერიტორია უნდა შემოისაზღვროს სპეციალური ლენტით და გარეშე პირებს არ უნდა ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა.
თქვენ კიდევ ერთხელ ხედავთ კადრში, აი ასეთი არის ვითარება, ძირწყრია ყველაფერი, როგორც ინვენტარი, ასევე პროდუქცია, ძვირადღირებული სასმელები მათ შორის და როგორც ერთ-ერთმა მეწარმემ განაცხადა, ზარალი 9 მილიონს აჭარბებს. თქვენ კიდევ კადრში ხედავთ, ახლაც მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მუშაობა ბათუმის ბულვარში, საუბარი არის ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე რესტორნებს ანგრევენ, რამდენიმე დღეა რაც აქ მუშაობს მძიმე ტექნიკა, მოძრაობენ აქ ტურისტები და ასეთ ხმაურში მიმდინარეობს ეს პროცესი, სხვათა შორის სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბულვარის პრომინადზე მოძრაობს საკმაოდ მძიმეწონიანი მანქანები, რის გამოც ზიანდება საფეხმავლო ბილიკი, ასევე ველოზოლი. ბოლო 2 თვის განმავლობაში არაერთი ობიექტი დაანგრიეს ბათუმის ბულვარში, მათ შორის ცნობილი ბარ-რესტორნები და როგორც მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, ყველა მათგანს, ვინც დემონტაჟს დაექვემდებარა, იყო უნებართვო, მათ არ ჰქონდათ საიჯარო ხელშეკრულებები ვადაზე და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თავის მხრივ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ბულვარის იერსახე მახინჯდებოდა ამ ობიექტებით, თუმცა ამ ობიექტთა უმრავლესი ნაწილი აქ ჩაიდგა ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პირობებში, პერიოდში და როგორც ჩანს 13 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ეს ობიექტები არის უსახური და უნდა დაექვემდებაროს დემონტაჟს. უსამართლობის განცდა აქვთ მეწარმეებს, ამბობენ, რომ ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ქართული ოცნების ამომრჩევლები და ასეთ დამოკიდებულებას ისინი არ იმსახურებდნენ. კიდევ ერთი ობიექტი, რესტორანი, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ, ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული და აქ არიან როგორც ბათუმის ბულვარის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალური ინსპექციიდან არიან წარმომადგენლები და მიმდინარეობს ტერიტორიის პირველადი იერის დაბრუნების პროცესი. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, მაგალითად, რომელ ობიექტს დაანგრევენ, წინასწარ ამის შესახებ არ არის სპეციალური სია, განრიგი იმის შესახებ, თუ რის დემონტაჟი იგეგმება, ეს პროცესი გავს იმას, რომ ყველაფერი ხდება სპონტანურად, საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე, ასევე მეწარმეებიც ამტკიცებენ იმას, რომ მათთან ისე მიდიან, რომ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გააჩნიათ და ასე მოუმზადებლად მათ უნგრევენ იმ ობიექტებს, რომლებიც მათი თქმით იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო. ცოტა ხნის წინ ჩვენთან ერთ-ერთი მეწარმე საუბრობდა იმაზე, რომ იყო ქართული ოცნების ამომრჩეველი, მართლ პარტიას ეხმარებოდა არჩევნების გამართვის პროცესში, მხარდამჭერების მობილიზებაში, თუმცა მას ეს შრომა ქართულმა ოცნებამ ასე დაუფასა, მისი ბიზნესი მიწასთან გაასწორა. და საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ეს მეწარმე ახსენებდა იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება სულხან თამაზაშვილის პოლიტიკას. საინტერესო არის სულხან თამაზაშვილი რა კავშირში არის მუნიციპალურ საკითხებთან, ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში როგორ ერევა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ესეც საკმაოდ საგულისხმო არის, რადგან მეწარმე როგორც ამტკიცებს, მუნიციპალურმა ინსპექციამ პირად საუბარში მას განუცხადა, რომ ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ობიექტების გრევის პროცესი მიმდინარეობს სულხან თამაზაშვილის გადაწყვეტილების შესაბამისად. საინტერესოა უპასუხებს თუ არა აჭარის მთავრობამ მეწარმის ამ მძიმე ბრალდებას, ჩვენ ცხადია თუ გვექნება აჭარის მთავრობიდან შესაბამისი პოზიცია, ჩვენს აუდიტორიას ცხადია გავაცნობთ ამ ცნობებს. ბათუმის ბულვარში, ძველ ბულვარში, ასევე ახალ ბულვარში დაანგრიეს არაერთი ობიექტი, მათ შორის ტყუპები, ცნობილი ტყუპები ბულვარის შესასვლელთან, ასევე დაანგრიეს ქორწინების სახლი ბულვარის მთავარი შესასვლელთან, რაც მდებარეობდა, ასევე
პატარ-პატარა არაცნობილი ობიექტებით, მათ შორის მოხვდა, რა თქმა უნდა, ღამის კლუბები, საუბარი არის სექტორ 26-ზე, სოჰოზე და ასე შემდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ, კიბე ასევე ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც ასევე ცნობილი იყო ბათუმში, მიწასთან გაასწორეს. საინტერესო ის გარემოება, რომ ქართული ოცნება ამ პროცესს მართავს შერჩევითი პოლიტიკით. და შერჩევითი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტებს უნგრევენ მაგალითად ისეთ პირებს, რომლებსაც არ აჰყავთ გავლენიანი მაღალჩინოსნები, გავლენიანი პირები, რათა შეინარჩუნონ ის ობიექტები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. სამაგიეროდ ქართული ოცნება ვერ ანგრევს, მაგალითად ცოტა მოშორებით კადრში არ ჩანს ახლა, მაგრამ ბულვარის ძველ ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში არსებობს ამბასადორი, რომელიც თავის დროზე საყოველთაო პროტესტის შედეგად დაიწყო მშენებლობა, ასევე სამშენებლო პროცესშიც იყო საკმაოდ დიდი პროტესტი, თუმცა ბიზნესმენმა მაინც ააშენა ეს ობიექტი და საგულისხმოა ის გარემოება, რომ 4 სართული ისე ააშენა, რომ ამის შესახებ სანებართვო დოკუმენტაცია არ არსებობდა. უკვე თავის მხრივ მაკონტროლებელმა ორგანოებმა აშენებული ის 4 სართული მას შემდეგ დააკანონეს უკვე რაც სამშენებლო პროცესი დამთავრდა ტერიტორიაზე. აი ასეთი არის ეს შერჩევითი სამართალი, რადგან ამბასადორის უკანონო უნებართვო მშენებლობებს ქართული ოცნება ვერ აღკვეთავს, თუმცა სამაგიეროდ ბიზნეს უნგრევს იმას, ვისაც არ გააჩნია გავლენიანი მფლობელები ქართულ ოცნებაში. ჩვენ ვაკვირდებით აქტიურად ამ პროცესებს, საინტერესო არის თუ კიდევ რომელი ობიექტი მოექცევა ამ ჩამონათვალში, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამის შესახებ ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია წინასწარ, თუ ვის დაუნგრევენ ობიექტს, ან რა მეთოდებით, რა გადაწყვეტილებით ხდება ეს პროცესი. თქვენ უყურებდით აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს, თხოვნა იქნება რომ გააზიაროთ ეს პირდაპირ ეთერი, რათა უფრო დიდ აუდიტორიას ჰქონდეს შესაძლებლობა გაიგოს რა ხდება ბათუმის ბულვარში, ასევე ჰქონდეთ მათ ინფორმაცია აჭარაში მიმდინარე სიახლეებზე, ამომწურავი ცნობები და რაც შეიძლება მეტ ადამიანს რომ გავაგებინოთ სიმართლე რა ხდება რეალურად ამ რეგიონში, სასურველი არის რომ უნდა გააზიაროთ პირდაპირ ეთერი, ასევე გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარის სახით, ჩვენ ცხადია თქვენს მოსაზრებებს აქტიურად ვეცნობით. მადლობა რომ გვენდობით, მადლობა რომ გვიყურებთ. ასეთი იყო აჭარა თაიმსის მორიგი პირდაპირ ეთერი, თუმცა ცხადია იმ შემთხვევაში თუ რაიმე ხდება აჭარასა და მის მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი, ჩვენ აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას განახლებულს და ოპერატიულად. მადლობა და ნახვამდის.